მე თქვენი მონამორჩილი გიორგი ჟორჟოლიანი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ადვოკატი, ჩემი კოლეგა, რა თქმა უნდა ახალგაზრდა კოლეგა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, ბატონი ბექა ბასილაია. მორჯობათ. და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ყველაფრის ცნობილი იმ ხუთეულის პროცესზე, სადაც საადვოკატო უფლებამოვალეობას ახორციელებდა ბექაც, გაგვარკვიოს სად ვართ, რა სამართლებრივ სიტუაციაში ვართ, რამდენადაც სოფლიო მოვლილი მაქვს და ვიცი პატა ბურჭულაძე რას წარმოადგენს სოფლიოსათვის და მეტადრე როგორც ჟურნალისტ და საერთაშორისო ფედერაციის წევრი რამდენიმე ზარი იყო ჩემთან და მეკითხებოდნენ აი თქვენ ხო ადვოკატიც ბრძანდებით რა ხდება თქვენთან როდესაც სოფლიო ბანკს იჭერენ და ეს ყველაფერი სათუა საზოგადოებისათვის. მე თვითონაც ამ სიტუაციაში ბექა მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი გამოცდილებისა ცოტათ მეც დაბნეული ვარ, ვერც ვერაფერს ვეუბნები. არადა იქედან მესმის ძალიან მყარი მხარდაჭერისა და ძალიან დიდი ინფორმირებულობის შესახებ, რასაც ბატონი პაატას კოლეგები აკეთებენ საზღვარგარეთ. რა ხდება, გაგვარკვიეთ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ გამარჯობა. ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა და მაქსიმალურად ვეცდები იმ დროში, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, აი ამ საქმის არსი ახსნა როგორც ერთიანად, გლობალურად, ისე კონკრეტულ თითოეულ პირთან მიმართებაში. პროცესუალური თვალსაზრისით დღეს გვაქვს ვითარება, როცა პირველ ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოსულია და უბრალოდ დასაბუთებულ განაჩენს ველოდებით, ანუ ამ წუთისთვის ჩვენ არ გვაქვს ხელში დოკუმენტი, სადაც გვექნება მოსამართლის მსჯელობა, რომელიც ახსნის რაში და რატომ, რა мотивაციით მიიჩნია ბატონი პაატა საფუძვლებზე, სამართლებრივი საფუძვლები და რას დააყნო ბატონი პაატას მიმართ ეს გამომტყუნებელი განაჩენი საფუძველზე გამოიტანა. და ნუ ახლა შემდეგ ბუნებრივია ჩვენ ახლა ამას აპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. მოლოდინი იმის, რომ ახლა მოკლედ რო შევეხოთ ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, რომ სამართალს ვიპოვით, ამის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ყველა მექანიზმი უნდა ამოვუწუროთ, რომ შემდგომში მე უკვე წავიღოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეს საქმე. პლუს ამას თვითონ ამ საქმის მიმდინარეობის დროსაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იკვეთება, რაც გასაგებია რომ მართლმსაჯულება მართულია, მაგრამ საზოგადოებისთვის ნათელს ხდის, რომ ბატონი პაატა და სხვები არიან პოლიტიკאים. ჩამოვთვალოთ ხუთეული, იმიტომ თითოეული მათგანი საზოგადოებისათვის ცნობილია, შეიძლება ზოგიერთის პოლიტიკური შეხედულება და მათი პოლიტიკური მოღვაწეობა ჩემთვისაც და ბევრისაც მიუღებელი იყოს, სულ სხვაგანც და სიწვევდეს, მაგრამ აქ ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანობაზე. რა თქმა უნდა. ეს ხალხი არიან ღირსეული ქართველები და ამ ქვეყნის პატრიოტები, რაც ყველაზე მთავარია, შეიძლება პოლიტიკურ მიმართულებებზე არსებობდეს ასეთ სხვადასხვა, მაგრამ ეჭვგარეშეა რომ ამ ხალხს საქართველოს ის კარგი უნდათ. საუბარია ბატონ პაატა ბურჭულაძეზე, ბატონ მურთაზ. აი ჩამოთვლ. ბატონ პაატა ბურჭულაძე, რომლის ადვოკატიც არის შოთა თუთბერიძე, მურთაზ ზოდელავა, რომლის ადვოკატი ვარ მე, ასევე პაატა მანჯალაძის ადვოკატი ვარ, ირაკლი ნადირაძის ადვოკატი არის ირაკლი აბესაძე, ლაშა შაბერიძის ბატონი რამაზ. ამას ერთი და იგივე ის არის, საერთო საქმეა. საერთოა, საშირი საერთოა და ამიტომ თუმცა არის გარკვეული ასპექტები თითოეულთან მიმართებაში, მოგესალმებით ახლა თქვენს კოლეგა ბრძანდებით, სადაც ნიუანსები არის, რაც სამართლებრივ ჭრილში დიდი განსხვავებას იძლევა, მაგრამ ერთიანი სურათი რაც ამ საქმეშია, მოგიყვებით რეალურად. მოკლედ ბატონ პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას და სხვებს რაზე ედავებიან.
ყველამ კარგად იცის, რომ 4 ოქტომბრის აქცია იყო დაანონსებული 4 ოქტომბრამდე რამდენიმე თვით ადრე. და ამ აქციის ჩატარებამდე ბევრი ადამიანი, არა მხოლოდ ეს წარმოდგენილი ხალხი, არამედ ათეულობით სხვა ადამიანები იქნებოდნენ, ესენი მსახიობები იქნებოდნენ, ესენი ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებოდნენ, ესენი პოლიტიკოსები თუ ასე შემდეგ. ადვოკატები არ დაგაუწყდეს, იმიტომ რომ იტყვიან მე რომ თავიანთ კოლეგებსო. არა. მათ შორის ხო, მე ჩემ ნაწილსაც შევეხები, მე 4 ოქტომბრის იქ ვიყავი და 4 ოქტომბრის მოვლენის მონაწილე ვარ. და ბატონი პაატა ბურჭულაძე იყო ამ თარიღის ერთ-ერთი მკაფიო ხმა, დამხმოვანებელი, ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ეხლა ეს ადამიანები რაზე საუბრობდნენ? ესენი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბერს უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრი ადამიანი და მოვახდინოთ ზოგი ხმარობდა სიტყვას მშვიდობიან რევოლუციას, ზოგი ხმარობდა სიტყვას მშვიდობიან დამხობას, ზოგი საერთოდ ამ სიტყვათა შეთანხმებას არ ამბობდა, მაგალითად პაატა მანჯგალაძის ლექსიკონში ვერც რევოლუციას და ვერც დამხობას, ვერც მსგავსი რაღაც არც ერთ გამოსვლაში მას მაგალითად არ უხსენებია, ხო? და რას გულისხმობდა ეს ხალხი? ყველა ეთერში, ყველა ინტერვიუში, აი ქუჩაში წაასწრებდნენ, იქ შეეკითხებოდა ჟურნალისტი თუ ასე თქვენსავით სტუდიაში ვინმესთან მივიდოდა იქ ასაუბრებდა, ამბობდნენ, რომ ეს დღე უნდა იყოს მშვიდობიანი პროცესი, ბატონი პაატა ბურჭულაძე ხას უსვამდა, რომ მე იქ მივდივარ შვილებთან ერთად. მე ჩნდებოდა კითხვა და მე ეს უკვე პროცესთან მივუახლოვდები. მაშინ როგორ გამოდის სიტყვით შეთანხმება მშვიდობიანი დამხობა? და აქ ყველა მკაფიოდ ცემდა პასუხს, რომ დამხობა ეს არ უნდა გავიგოთ იმ ჟღერადობით, რაც ის სავალალო და უბედური პერიოდი საქართველოს და უსამართლო პერიოდი გავიგოთ. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ძალიან კარგად არის მოცემული ამ სიტყვის გაშიფრა. და მაგრამ აქ ნახე რას ამბობდნენ ჩვენები, რომ მშვიდობიანს რომ ვამბობ, ანუ თვითონ დამხობა აქ არ იგულისხმება ის მოვლენები, რაც შეიძლება დამხობაში პირველივე გაგებისთანავე მოვიაზროთ. აქ არის საუბარი ხელისუფლების ცვლილებაზე, უბრალოდ ვინაიდან ჩვენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვხედავდით, რომ ქუჩაში გამოსულ ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლება არ უსმენდა, აი ეხა კაფი ოპოზიცია გვექნება, არ დავიშლებით მანამ, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება. ეს იგივენაირად შეგვეძლია გვეთარგმნა, როგორც ვთქვათ, ხავერდოვანი რევოლუცია ანალოგი რო გავავლო, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ხელისუფლების ცვლილება. ამაზე იყო საუბარი. ამის შემდეგ რა ხდება? ეს რომ ესე იყო, რითი დასტურდება ბატონ გია? თუ ხელისუფლება მოიაზრებდა, რომ ამ ტერმინოლოგიაში სიცილიის კოდექსის 67 მოხლის კათოლიკე დანაშაული იყო ჩაფიქრებული, ხო უნდა დაეწყოთ გამოძიება კაც 4 ოქტომბრამდე, სექტემბერში, აგვისტოში, ივნისში, ივლისში, მაისში, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი. არ არის ამ თემაზე გამოძიება დაწყოთ ყოველ შემთხვევაში ამ საქმეში, რომელსაც ჩვენ წარმოვიდგენთ. მე არ საუბრობ ამ შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილის საქმეს. ხო უნდა დაიბარებიეთ ეს ხალხი და ეკითხათ, კაცო, მშვიდობიან დამხობაზე სულ ახსენეთ. ანუ განცხადება გაკეთდა მაისის თვეში. კი ბატონო. მხოლოდ ჩატარებული 4 აქციის შემდგომ გამოძიება. ხო უნდა გაჩნდეს ამაზე, მაშინ მკითხვები თუ ამაში ხელისუფლება მოისაზრებს ისეთ საფრთხეს, მით უმეტეს მაშინ როგორი უპასუხისმგებლობა გამოდის ხელისუფლების მხრიდან, თუ ამაში თვლიდა რომ არამშვიდობიან მოვლენებს უნდა ქონოდა ადგილი, მაშინ მანამდე რატო არ მოახდინეს რეაგირება, ხო? ვინმე ხა მამანის შემედავება აი ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებითო ხომ მოახდინეს, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი დააკავეს ქრთამის შეთავაზებაზე. და არა ამას. ნუ ესეც სულ სხვა თემაა და სულ სხვა თემაა. ხო, ამ საქმეს არ უკავშირდება. ეხლა რა ხდება 4 ოქტომბერს? და თავარი არგუმენტი, რომ ამ აქციას ჰქონდა მშვიდობიანი სახე, იურიდიული არგუმენტი. ბატონ პაატა ბურჭულაძეს და ასევე სხვა პირებს მიმართული აქვთ თბილისის მერიისთვის, რომ აქციას გეგმავთ 4 ოქტომბერს ნებართვის გაცემის თავზე მოგეხსენებათ კანონმდებლობაში როგორ საერთოდ და იქიდან შესაძლოა პასუხი მოსული. ანუ როგორ შეიძლება ძალადობრივი რევოლუცია ესე ქაღალდზე ფორმალურად იგეგმებოდეს? ეს ხო აბსურდია, ოქსიმორონია, ხო? ფაქტიურად გამოდის, რომ დემონსტრაციის ჩატარების ოფიციალური მოთხოვნა გაკეთდა ადგილობრივ ხელისუფლებაზე, ხელმძღვანელობაში არის ქალაქ თბილისის მერია, რომელმაც გასცა დასტური დემონსტრაციის ჩატარების შესახებ, თუმცა როგორც სასამართლოზე და თქვენ საუბრობთ, იკვეთება დამხობაზე იყო საუბარი 4 თვით ადრე. თუ დამხობა იყო, რატომ მერიამ არ გაითვალისწინა? ხო, ნახეთ, ძალიან სწორი კითხვაა
იმიტომ რომ ობიექტურად არავინ არ ელოდებოდა ეს ადამიანები ესე ხა ჩვენი ეთერი რომ მიმდინარეობს ხო შეიძლება ცალკე ერთი სიტყვა ამოგლიჯოს ვიღაცამ თქვა სიტყვა დამნაშავე თქვა და ესე იგი ბასილაი ეძახის რომ ვიღაც მისი დაცვის ქვეშყოფი დამნაშავეა ხო ხომ უნდა ფილიანად მოისმინონ ხო როდესაც ეს ადამიანები ეთერებში საუბრობდნენ ხას უსვამდნენ რომ იქ არავითარ ძალადობას ადგილი არ იქნება და შემდეგ თავისთავად გამორიცხავდნენ ამ სიტყვის ეტიმოლოგიურ შინაარსს ესე ვთქვათ. ეხლა რა ხდება? მე რამ მიცა ნებართო და დაიწყო იმ დღეს ხალხმა შეკრება და არავის არ გაუკეთებია განცხადება მაგალითად ჩინაგან საქმეთა სამინისტროს რომ აი 4 ოქტომბერს რაღაც დანაშაულებრივი გეგმება ხალხო არ გახვიდეთ თავისუფლების მომენტს არ გახვიდეთ რუსთავს. და როდესაც ხალხმა თავი მოიყარა ამ მიტინგს დაერქვა ეროვნული კრება. ქართული ხალხის ეროვნული კრება. და ეხლა მე მინდა კიდე პარალელი გავავლო არაერთ სხვა მიტინგთან რომელიც იმართებოდა მაგალითად მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მე რასაც მოსწრები ვარ იმაზე ვსაუბრობ. ან რომელიც იმართებოდა ვარდების რევოლუციის პერიოდში, ან რომელიც იმართებოდა ბიძინა ივანიშვილის უკვე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ასე. ყველა აქციაზე დგება მოთხოვნები, ხო? მათ შორის შეიძლება იყოს მოთხოვნა მთავრობის გადადგომაზე, მათ შორის შეიძლება იყოს მოთხოვნა გარკვეულ პირთა დამნაშავე პენსიის გაზრდაზე, ვიღაცების დაკავებაზე, ან რაღაც ორიენტაციაზე. ცოტა უფრო დავაიმასო. კი ბატონო, გავაუფასუროთ. ხო, არ გვინდა ეს. კი ბატონო. პენსია ეს. მილიონი რამ შეიძლება დადგეს. და ეს მიტინგის შემადგენელი ნაწილია. და როდესაც ბატონმა პაატა ბრუჭულაძემ დეკლარაცია წაიკითხა, იმ დეკლარაციაში პოზიტიური შინაარსის არის დეკლარაციის 90%, ნეგატიურს არ ხარ უბრალოდ ცუდი, ასე არ ვამბობ. ანუ ხო არის რაღაცა საქართველოს კი და რაღაცა არის თქვა რაღაც თქვა საქართველოს წინსვლისთვის უნდა გადადგას ეს ნაბიჯები და ამავე დროს პასუხი უნდა აგოს ვიღაც პირებმა, ვინც საქართველოს დღეს მიიყვანეს ძალიან სერიოზული პრობლემის და შეიძლება გეოპოლიტიკური უსრულის წინაშე, ხო? ეხლა ვიღაცას პოლიტიკურად ეს სწორად მიაჩნია, ვიღაცას არასწორად, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ თქვათ მეც იქ ვიყავი კრებაზე და მეც კენჭი უყარე ამ მოთხოვნას. და მე მიმაჩნია რომ ეს სწორი მოთხოვნა იყო, მაგრამ ვიღაცა შეიძლება ნეგატიურად უყურებდეს ამ საკითხს. თქვათ იმ ხარესაც, აი მეორე მხარეს პოზიცია. ანუ ეს მოწოდება წაიკითხა პაატამ. კი. რომ აი თქვათ საქართველოს უნდა გადადგას ეს ნაბიჯები და ამავე დროს დამნაშავედ მიჩნეული პირები და ჩამონათვალია იქ გაკეთებული ბიძინა ივანიშვილი თქვათ ირაკლი კობახიძე კიდე რამდენიმე ადამიანზე იყო საუბარი რომ ამათ მიმართ უნდა მოხდეს რეაგირება და პასუხისგებაში მიცემა და იქ რო კითხულობ ტექსტი იურიდიული ტერმინი ახლა დაკავება დაპატრი ანუ ესეთი გამართული იურიდიული ტერმინოლოგია არ არის. ეხლა მოდი შევაფასოთ მისი ეს განცხადება რა არის. ეხლა ბატონი პაატა ბრუჭულაძე რო ყოფილიყო ადამიანი რომლის უკანაც დგას რაღაც შეიარაღებული დაჯგუფება ან რომლის უკანაც დგას რაღაც სახელმწიფო სტრუქტურები რომელიც თქვათ უკვე ფორმალური ან თუნდაც ძლიერ ორგანიზებული პოლიტიკური რაღაც გაერთიანება მაშინ შეიძლება რაღაცას გვიმშილო იქ ვიყავით ხალხი შეკრება ყოველას კადრები ნანახია ხო ეხა რა ვითარებაც აი ამ განცხადებას როგორ შეიძლება დაარქვა რომ ეს არის ხელისუფლების დამამხობელი და მეორე ნაწილში მე ბატონ მურთაზზე გადავალ მის კენ მომწოდებელი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისკენ მომწოდებელი მოწოდება ეს როგორ არის მით უმეტეს საქართველოს უახლეს ისტორიის მანძილზე ამაზე ბევრად მძიმე ბევრად მძაფრი მოწოდებები გაგვიგია ჩვენ მიტინგებიდან და დაშლა მე ეს მიტინგი და მორჩა რა ბატონმა პატამ წაიკითხა ეს დეკლარაცია იქ გასულმა მიტინგზე მდგომმა ხალხმა ამ დეკლარაციას კენჭი უყარეთ, ნუ ხელისაწევით დადასტურდა რომ ჩვენ ვეთანხმებით იქ შეკრებილი ადამიანები, ხო, ეხლა ამაშიც რა არის არაკანონიერი. და ამის შემდეგ უკვე ბატონი მურთაზი გამოდის სიტყვით და ბატონი მურთაზის სიტყვაში და მე ამაზე სასამართლოში საუბრობ. არის ისეთი პათოსი, რომ შეიძლება მამანმა იფიქროს რომ აი ეს მაინც არ არის რაღაც კანონსაწინააღმდეგო მოწოდების შინაარსის შემცველი და რას ამბობს მურთაზი? მურთაზი ამბობს რომ ეხლა მამაკაცურმა ძალამო მე მანამდე ეთერებში განმარტება აქ რომ ამ აქციებზე ქალების მიმართ შეურაცხყოფა რო ხდება და დაკავება რო ხდება ამ შემდეგ ანუ ქალები არ უნდა იდგნენ აქციების წინა ხაზზე ესე ვთქვათ რა მამაკაცური ძალა უნდა გამოირჩეს და ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები და სამართალდამცავი ვინც ქართული ხალხს წინ აღუდგება
თუ გასცემს კითხვაზე რომ იცავს კონსტიტუციას არის ქართული ხალხისკენ, თუ გასცემს კითხვაზე პასუხს რომ იცავს უსამართლობას და ასე შემდეგ, მაშინ ის არ უნდა იქნეს სამართალდამცავად მიჩნეული. აი კლასიკური რაღაც დამუხტველი ისეთი სიტყვა მიტინგიდან და არა რაღაც მე ყოველ შემთხვევაში ძალადობრივად ეს არ აღმიქვამს, მაგრამ დაშვება რო გავაკეთოთ და ფაქტია რომ ეს მოწოდება ხალხის ნაწილის მიერ ყოველ შემთხვევაში აღქმული იქნა იმდაგვარად რომ მე მოვლენებიც იქ განვითარდა ჩვენ ნახეთ ხო ამ შემთხვევაშიც კი რა კვალიფიკაციაც არის წარდგენილი ეს კვალიფიკაცია სრულიად აზრს მოკლებულია ანუ არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა რასაც თან ახლდა რბევა და ასე შემდეგ ანუ ამ მუხლის მთელი არსი არის რაღაც ხულიგნური მოტივი ხულიგნური ბექა რა მინდა გითხრა სასამართლოზე თუ მოხდა იმის შეფასება, როდესაც გადაწყვეტილება მიიღოს, თუ იყო ამის მხრიდან, ამ ბრალდების მხრიდან, ან მოსამართლის მხრიდან, რომ რაიმე დაჯგუფება ძალმომრეობით იყო თუ არა შექმნილი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა აი ეს ზუსტად ქმედებები და იმიტომ რომ თუ პრაქტიკა, რასაც გვიჩვენებს ჩვენ სასამართლო პრაქტიკა და სამართლებრივი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები ბელაც აუცილებლად უნდა ყავდეს თავისი რაზმი. რა თქმა უნდა. აი ამიტომ მიხარია რომ აი იურისტთან მაქვს ხა ესეთი ძალიან სწორი კითხვა და მაგ კითხვაზე პასუხი არის ამ საქმის გასაღები. რა თქმა უნდა ორგანიზებას როცა აკეთებ ერთი ადამიანი არ არსებობს საქმე ანუ ცხრა თუ ეს საქმე იხილებოდა ხო 60 ადამიანია ჩვენი ხუთეულის გარდა კიდე დაკავებული ერთი მოწმე არ არსებობს ერთი ბრალდებული არ არსებობს ერთი ფარული ჩანაწერი არ არსებობს რომელიც ამ ბურჭულაძეს ამ პატამანჯალაძეს ან ირაკლი ნადირაძეს ან ლაშაბერიძეს ან მურთა ზოდელავას რომელიმე აქციის მონაწილესთან დააკავშირებდა იმდაგვარად რომ რომელიმე აქციის მონაწილე არათუ ჯგუფი და დაჯგუფება ერთი კაცი მაინც იღებდა მათგან დავალებებს და აღასრულებდა ამ დავალებას მით უმეტეს არ არსებობს რაიმე ვთქვათ 20 კაციანი გუნდი ესე რომ ვთქვათ ან კაციანი იყო თუ მინდა ხუთიანი ან რაღაც სპეციფიკური არაღით შეიარაღებული ან სახედან იყო ეგეთი რამე არ არსებობს ამ საქმეში ესე სასამართლოზე ამის შესახებ აბსოლუტურად ერთი სიტყვა არ დაზრულ ერთი სიტყვა და მას სრული პასუხის გაგვითო ამბობ ნებისმიერ ვინც დაინტერესებულია საქმის მასალებით შემიძლია გავუზიო და რაც ძალიან საინტერესოა მურთაზის ამ განცხადების მერე თუ ამას მივიჩნევთ რომ აი ჯგუფური ძალადობა ხულინოა ხელით უნდა დამხო და ამ მიმართულებით უნდა ემოქმედა ამ ხალხს მურთაზოდელავა რო ჩავიდა ორბელიანის მოედანზე ან ბატონი პაატა ბურჭულაძე როდესაც არის იქ მათ უკან მითხარით სამ მამაკაც მაინც ორგანიზებულს ხედავთ ვინც ამათ კორტეჟს უკეთებს ესე თქვა თუ ძალადობრივი დამხობა იყო ლიდერის უკან ხუთი ადამიანი მაინც ხომ უნდა იყოს არა თუნდაც თუ ლიდერის უკან არ არის ლიდერს მაინც უნდა კონდეს იარაღი ხელში და დროშით კაცი მიდის თან ან მუჩს იქნებს თან ეს ადამიანები იქ მაშინ ჩავიდნენ როცა უკვე ყველაზე დიდი ადმინისტრაციაშიც იქაც კი ვერ ჯდება აი ძალიან სწორი ხართ როცა ესენი იქ ჩავიდნენ სპეცრავს გამოელაპარაკნენ და პატამბურჭულაძეს სახეში სპრეი გაასხეს ანუ რამე ძალადობრივი მოქმედებაზე კი არა საუბარი და ირაკლი ნადირაძე და მურთაზოდელავა ერთად გადავიდნენ ხობეზე და ისინიც გაწუწეს გაზი ასხურეს და გამოვიდნენ უკან ანუ ამათი მხრიდანაც რაიმე ძალადობრივი მოქმედება არ ყავდა და წყლის სასაცილო არა ესენი დამტრეული ღობის შემდგომ გადაჭრილი ღობის შემდგომ გადავიდნენ თუ და დაელოდენ მე გადაჭრილი ღობე რო წაიქცა ასმერე და ერთთან სასაცილო მომენტიც გითხრათ თან ტრაგიკულია რომ ამასაც მიუსაჯეთ პატამანჯალაძე იქაც კი არ ყოფილა წარმოიდგინეთ ამ არა იქაც კი არ ყოფილა იყო თავისუფლების მოედანზე და მე წავიდა ქაშვეთის უკან თაბუკაშვილის ქუჩა ხო აი იქ იყო ასული თავის არასრულოვან შულს და პარტიის ახალგაზრდულის გოგობიჭებს შეხვდა რომ აი აქცია ნუ ეხა იქ დაიშალა თავისუფლებას და ორბელიანის მოედანზე არ ჩასულა და მე წავიდა სახლში და მანჯგალაძესაც 7 წელი მიუსაჯეს ეხა ნახეთ რა ხდება ოღონდ მე კი არ რომ ვინმე სხვისთვის უნდა მიესაჯათ არა ანუ და ეხლა ივლება რამდენიმე პარალელი მაგალითად ჩვენ საქმეში ჩავდეთ და წინა სასამართლოს ყველაზე მივიტანით უბრალოდ იქ ამ 2 სასამართლო არსებითზე არ გადაიტანა 2008 ან 9 წელი იყო აი რაღაც 2007-8 ეს პერიოდია უცნობი რომ გადაძვრა პოლიციის მთავარი სამმართველოს ღობის მიღმა და იქ გვახსოვს
სამართლოსთან უამრავი ადამიანი იყო, მათ შორის ჯოხები ეჭირათ, ხობეს უბრახუნებდნენ ასე შემდეგ და აგრესიულობდნენ მოწოდებები იყო და ხობის იქით-აქით ხარებს შორის პოლიციელებსა და აქეთ მისულ ხალხს შორის იყო სიტყვიერი და ფიზიკური გაწევ-გამოწევაც. არ ვამბობ რომ ვინმე დაზიანდა გაწევ. კი, ამ ტელევიზიას ეს კადრები თავის დროზე გადაღებულია. კი ბატონო. და წარმოიდგინეთ, იქ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც კი არ დაკისრებია. პოლიციელებში რო გადახდა, იქ რაღაც 5 წუთში უკანვე გადმოუშვეს. ხო და ამ ვითარების ფონზე ამ ხალხის ახლა ეს არის უტრირება არ მინდა გამომივიდეს ახლა საქართველოს დისიდენტების და პოლიტიკური პატიმრების მეტი რა ყოლია, მაგრამ აი 7 წლით ამ ხალხის ციხეში გაშვება აი ამ მოვლენებზე და რაც მე ქართულმა ხალხმა ეთერშიც ნახა ხო ახლა იქ რაც განვითარდა და ვერავინ ვერ შეფუთავს 4 ოქტომბერს იმდაგვარად აი რო ავიღოთ შარშანდელი აქციები, რუსული კანონის პირველი პერიოდის, რუსული კანონის მეორე პერიოდის აქციები, ავიღოთ 20 ივნისის აქციები, ან ავიღოთ მიშას პერიოდის აქციები, ახლა მაგალითად მე 7 ნოემბრის მონაწილეც ვარ პირადად. ხო და რის თქმა უნდა, იქ 4 ოქტომბერს ისეთი რამე არ მომხდარა, რაც ახლა აქციები რო ჩამოთვალე, იქაც რო არ მომხდარა, აი რაღაც მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული აგრესიული დამოკიდებულება. კი იყო არასასიამოვნო მომენტები, მაგრამ ისეთი რომ ეს ხალხი 7 წლით ციხეში გაამწესო, ამის საფუძველი არანაირი არ იყო. და ამასთან ერთად ახლა აქ არის კიდე რამდენიმე ნიუანსი. აქ არის ხალხი ციხეში წასული ბატონი, იმათი აი როგორ გითხრათ რა, აი გული დაგეწევათ. აი მაგალითად ერთი ირაკლი ჩხურკია ორბელიანის მოედანზე იყო ჩასული და როდესაც გაზი გაუშვეს, ესე აქ თვალზე მოფარებული თალი ხელი და მეორე ხელით რაღაც ესე იქნებს. მეც არაფერს არ აკეთებს. და შენ ხალხს მოუწოდებდიო. საით მოუწოდებდიო? თვალი დაფარული მაქვს, მე არსად არ მოძრაობ, არ ვაგრესიულობ. არა მოუწოდებდიო. იქ იყო ადამიანები, ვინც იქნებ ამ ხელის ქნევით ცდილობდა გაზი გაეფანტა, რომ კი ბატონო. იქ არის ხალხი, ვინც ხობეს, აი დაეჯაჟღურა ხობეზე ჯაჯგური. სისხლის სამართლის დანაშაული, როდიდან მithumetes ახლა იქ, როდესაც საუბრობენ რომ აი აღება უნდათ პრეზიდენტის სასახლისო. გულწრფელად თქვა, მაგის мотиваცია ვინმეს რო ქონდა. ახლა ორბელიანის მოედანზეც როდესაც ხალხის მასა ჩავიდა, მეც მათ შორის ვიყავი, რამდენიმე 1000 ადამიანი იყო. იქ არსებული სპეცდანიშნულების ძალები არაფრით არ ეყოფოდა იმ 20 კაცი გამორიცხული იყო. უბრალოდ ხალხი იყო აღტკინებული და რაღაც არის ენერგია გამოუშვა იმ ჯაჯგურში ის გადახერხილი ყოფეთ უბედურება რაც იყო მართლა რა უცებ გადაწყდა. ხო ერთი მიწოლით გადაწყდა და მთელი ამბავი ეგ იყო და როგორ ახლა ხალხს ორგანიზებული ქონდაო რა სიგვედავებიან რომ აი ხელისუფლების დამხობა უნდათ ის ესე ნახევარსაჭი დამთავრდა ყველაფერი. ხო? ვახსოვს. და როგორ შეიძლება ეს მოვლენები შეფასდეს სისხლის სამართლის წესით ასეთი უმძიმესი ბრალდებებით. თან ახლა მან ერთი მარტივი კითხვა მქონდა მე პროკურორთან. და ეს სასამართლო როგორ ახსნის, მაგრამ აინტერესებს. გვერდზე გადავდოთ, რომ აი თქვათ მე ვარ ახლა ადვოკატი და მე ვამბობ რომ პატა მანჯგალაძის ნაწილში აი ოდნავ საერთო წარმოუდგენელია რაზე მიდის დავა. მურთაზოდელავას ნაწილშიც მილიონი არგუმენტი მაქვს რატომ არ არის დანაშაული, მაგრამ გვერდზე გადავდოთ რომ ახლა ბატონ პატაზე, ირაკლეზე და ლაშაზე რომ არაფერი არ თქვა, ახლა თქვათ მათი ნაწილზე სიღრმეში ამ წამს არ შევალ რაღაც აზრი მინდა ჩამოვაყალიბო, უბრალოდ დაშვება რომ თქვათ გვერდითა დამკვირვებელი ვარ. და პროკურატურა ამბობს რომ სცენიდან იყო მოწოდება პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივი გზით დაკავების თაობაზე. თუ პროკურატურა ამ ვერსიას იზიარებს, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ქმედება დავაკვალიფიციროთ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებად და თან დაკავების ცდელობად. ანუ თუ დაკავების ცდელობა მინდოდა იმ დონის ძალადობა რომ აი ხო ბეს დავეჯაჯგურო პოლიციელი თუ შემხვდება გვერდზე გავწიო და რა ამ დონის ძალადობას ხო მოიწევს და დაკავება აბა მაშინ რა აზრი აქვს დაკავებით ქმედების კვალიფიკაციას ხო რა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის დაკავება მაშინ თუ საშვები იქნებოდა დაშვებული და ესე თქვენთან სტუდიაში როგორც თავისუფლად შემოვიდი თუ ესე თავისუფლად შეუშვებდნენ პრეზიდენტის სასახლეში მაშინ არც ყოფილა დანაშაული არაფერი ხო ეს ნიუანსები აი ეს მსჯელობას დაცუცხარი კი შლიდა მაგრამ ბრალდების ხარისხიდან აი ამ სიღრმეებში შემოსვლა არ ხდებოდა იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვესმის ამოცანა ამ საქმის რა არის ჩემთვის გასაგებია განსაზღვრელისა და მისი ადვოკატის ურთიერთობის საკითხები, მაგრამ ყველა საზოგადოებას ძალიან აინტერესებს აი თვითონ
უკვე მსჯავრდებულების გამოთქმული მოსაზრებები აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როცა ახლა მურთაზ ზოდელავას ვიცი, რასაც წარმოადგენს ძალიან დიდი ისიც ჰქონდა შეიძლება როგორც ადვოკატს თავის დროზე, მაგრამ ასეთი რაღაცეები როგორ შეეშალათ მეთქი, თვითონ როგორ ამბობენ, როგორ უნდათ რომ კი არ გაიმართლონ თავიანთ რაღაც, არამედ სიმართლეც რეალურად როგორ აღიქვამენ ამას ყველაფერს. არა, შეეშალათ, არ ვიცი, ანუ შეშლაში რას გულისხმობთ, ანუ ეს ხალხი, ეს პოლიტიკოსი, ხა მაგალითად ოღონდ გამომიჯდა, მაგალითად. შეშლაშიც გეტყვი, მე რასაც გულისხმობ იმას. მაგალითად, ბატონი პატა მანჯგალაძე, საერთოდ ამბობს, რომ და ეს დასტურდება პროკურატურის მასალით. თქვენში გასაუბარში, პატა მე ხშირად მაქვს ჩემს კი, გეტყვით, დაიხეთ. და ეხა ეს კი, რახან ჩვენ შეიძლება ამის ისა, რაც არ შეიძლება იმას. არა, მე თავიდან ბოლომდე ამოვალ, იქიდანაც საზოგადოების ხელის გულზე არის. და მე ხა ტყუილს არ ვიტყვი. მაშინ გეტყოდით, რომ არ გიგაგაცემთ პასუხს და ამორჩა, ხო? მაგალითად, პატა მანჯგალაძის ვიდეოები, რაც მანამდე 4 ოქტომბრამდე, ან 4 ოქტომბერსაც იმ დონეზესაც კი ვერ ახსოვს, რომ იქ ბატონი პატა ბურჭულაძე ერთ მომენტში ამოსვლა, ესენი ეს ხალხი არიან აქციის ორგანიზატორი, მაგრამ პატა ბურჭულაძეს რო ეთქვა, ბატონ პატა ბურჭულაძე მეგრე თქვა, ბიძინევანშვილი დამნაშავეაო და იჭერთ ხوار დაიჭერეს. ანუ პატა ბურჭულაძის ნათქვამის გარდა რომ ეს ხალხი არის აქციის ორგანიზატორი, ახლა პატა მანჯგალაძე გვერდით არ არის გავლილი ამ ყველაფერთან. ხო, იქაც კი არისო ჩასული. აი ეს ორგანიზება არ გამოხატულა არაფერში. სცენარული ქირავებია, რაღაც სიტყვა იქ არ წარმდგარა, ის არ ქონია რამე წინასწარი გეგმა რომ აი ეს ხალხი აქ უნდა დადგეს. ანუ არაფერში მონაწილეობა არ აქვს მიღებული, მიხვდით ხო? შესაბამისად ახლა პატასთან როცა მაქვს ამ თემაზე საუბარი, კაფეო პასუხი ანუ ეს გულახდა. პოლიტიკოსი ვარ, იმართება აქცია. ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ საქართველოს დასავლურ ყურზე ვარ თქვა და ანუ ამას ახლა ამ წუთას არ ვიხილავთ ხო ყველა ის ისედაც და ჩემი პოზიციაც არის რომ ხელისუფლების ესე არ უნდა იქცეოდეს. იკრიბება ქართველი ხალხი ხო? ხალხის გვერდით თუ არ ხო ბუნებრივია და ახლა თუ ბატონი პატა ბურჭულაძე იყო და აქციის ორგანიზატორი, მე როგორ გავხდებოდი აქციის ორგანიზატორი თავისთავად ესეო ხო? როცა ქმედება არავით არიან, მაგრამ ხა დასახელება რომ. ეხლა მაგალითად ირაკლი ნადირაძის პოზიცია როგორია? ირაკლი ნადირაძე ესე ამბობს, კაფეო და ნათლად. ირაკლი არის ლევან ხაბეიშვილის მეგობარი. ირაკლი საერთოდ არის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით აქტიური ტელევიზიაში წესე მანამდე. ხაბეიშვილის ლევანის დაჭერის შემდეგ, რახან მისი მეგობარი ამ თემატიკასთან დაკავშირებით დააკავის, როცა ეძლეოდა სხვადასხვა ეთერში შესაძლებლობა ესაუბრა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საუბრობ. და ბატონ პატა ბურჭულაძემაც ახსენა რომ აი ირაკლი ორგანიზატორი. ერთ რამეს ვერ ნახავთ, აი ორგანიზებაში ხომ გამიხდეთ რაღაცას ფულის გადაღება, თანხის მობილიზება, რაღაც დახარჯვა, რაღაც ადგილი შერჩევა, რაიმეს გაკეთება. არა. ეხლა ლაშაბერიძე საერთოდ ამ ყველაფერთან როგორ კავშირში ეხლა წარმოგიდგენთ კარიერული სამხედრო 2008 წელს ნაუმარი ვაჟკაცი ადამიანი თუ ლაშაბერიძეს ვინმე მიიჩნევდა რომ აი რაღაცას აფუჭებდა ერთი მტკიცებულება მაინც ხო უნდა იყოს რომ სამხედრო იყო სამი სამხედრო მომობილიზა ან სამხედრო იყო რამე სამხედრო სტრატეგიული რაღაცა მოიფიქრა სასამართლოზე მკაფიო თქვა და ნათლად რა ესე პირად საუბარზე აი ალალად ჩანდა ვინც იქესწრებოდა მოისმენდა ბჭო მეორო ის მეფიქრაო რომ პრეზიდენტის სასახლეა საღებიო როგორც ესე არ იქნებოდა მაგ ყველაფერიო ანუ ჩემი პროფესიული გამოცდილებით ან საერთოდ არ მოხდებოდა ის რაც ვიხილეთო ის რაღაცა გაუგებრობა ან არა და პროფესიონალურ რაღაცას მოვიფიქრებდი ხო ესეთი რამე აზრად რომ მომსულდაო და ესეთი ნება რომ მქონოდა ეს ამ ხალხის სასაუბრო ეხა ბატონი პატა ბურჭულაძე რასაც ამბობს ბატონი პატას ძალიან ნათლად მკაფიოდ ყველა პროცესზე ყველა სრულად ემთხვევა 4 ოქტომბრამდე მისი გამოსვლები 4 ოქტომბერს გამოსვლა და შემდგომ სასამართლო პროცესზე მისი ყოველი განცხადება ის მკაფიოდ ამბობს რომ ეხლა თქვენ არ ფიქრობთ რომ ვიღაცა სისხლის სამართლობრივ რომ ყოველს კარგად ეს გაქცევა და რაღაცა და ყოველს კარგად ესმის რომ რაც არ უნდა პოზიცია დავაფიქსიროთ ამ სასამართლოს პირობებში რაც შეუკვეთა სასამართლოს იმას გამოიტანა შესაბამისად აქ ვინმე ილუზია ქონოდა რომ თავს ვიმართ
სამართლებ რამეთი ესეთი რამე არ არსებობს. ალბათ ლაპარაკობდა რომ 4 ოქტომბერი არის ჩემი დიდი პროტესტი, ერთი დღე არ ჩამიგდია რუსთაველზე რო არ მდგარიყავი ბოლო წელიწად ნახევარია ხო დაახლოებით 300 მე რამდენი დღეა. პატივისცემა ყველა იმ ადამიანს ვინც აპროტესტებს და სირცხვილი მე რო 300 მე რამდენი დღე ესე ზუსტად რო არ ვიცი, კიდე გადააჭერბა მე მგონი 400-ში გადავედი 500 გადაცდა ხო 500 გადააჭერბა. იქ ვიყავიო და როდესაც დაიბადა ერთი დიდი აქციის იდეა, რომელსაც ქართველი ერის ეროვნულ კრებად ხედავდი, როგორ შეიძლება ჩემი ხმა, რომელიც მთელ მსოფლიოს აკმოსმელი, ჩემი ხალხისთვის არ მიმეცნო ჩემი თავი, ჩემი სიტყვა, ესეთი პოზიცია. ეხლა რა შეიძლება მურთაზ? ყველაზე საინტერესო ნაწილი არის მურთაზის, რომელიც საუბრობდა სასამართლო პროცესზე და ავალადაც იგივე აქვს ჩემთან დასაუბრები. და ეხლა მურთაზი მისი პროფესიული გამოცდილებით ამ შემდეგ ძალიან კარგად ხდებოდა და პირველივე პროცესზე ის თქვა რომ აქ მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ რა პოზიციებს დავაფიქსირებთ ჩვენი ბედი და ჩვენი განაჩენი უკვე წინასწარ დაწერილია შესაბამისად აქ ამოცანა არის რომ ეს საწყალი ხალხი აქ რომ არის ათეულობით ასევე ჩასმული როგორღაც ეს ადამიანები გათავისუფლდნენ შესაბამისად მურთაზის არანაირი мотиваცია რომ აი რაღაც სხვანაირად შეეფუთა და სხვაგვარად თქვა მურთაზი თქვა ესეთი რაღაცა გაფიოდა მართლა როდესაც აი ამდენი ხალხი იყო გამოსული როდესაც ხალხის ეს მუხტი არსებობდა და იყო რუსთაველზე იყო თავისუფლების მოედანზე იქვე დამატებით კიდე უფრო რო გავშლილიყავით და კიდე უფრო ძლიერად გამოჩენილიყო ამ ხალხი მინდოდა რომ კიდე მესამე ლოკაციას პრეზიდენტის სასახლეს ხო სიმბოლური დიდადურთა და აქ და ჩემი გამოუცდელობით ეხლა როდის ყოფილა რომ ეხლა მიტინგზე სიტყვის წარმომქმნელი მეც არ მახსენდება რომ იქ რაღაც იქ როლში რო შედიხარ იქ რო ემოციები გძალავს ну კიდე უფრო მეტად გავშალე ისჯელო რომ წინაპირობე პერიოდები ჩვენ რამდენიც ქონდა რომ აი ხალხს ცემდა სპეცრაზმი აწამებდა თვითონვე აღიარეს ხო ეხლა ну ეს აღიარება სხვაში წვეთია რაც მათ დანაშაული აკეთეს ხელისუფლებამ ბოლო 2-3 წლის მანძილზე მაგას შევეშოთ მაგაზე არა რის თქმა უნდა ხო კი ამ ყველაფერს ადგილი რო ქონდა ეხლა ამ ჩემ ამ აქციაში ჩართულობას ამ მოწოდებას პრეზიდენტის სასახლისგან დაძვრისკენ არ მინდოდა კვლავ რაღაც ისეთი უმწეო სახე ქონოდა და აი მამაკაცური ძალა აი ჩვენ ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს აი ეს მაინც გენერალური პროკურორის რიხიდან გამოდიოდა რიხიდან თორე ეხლა მე მარტივი კითხვა მქონდა მურთასთან და თვითონაც ესე ხრების აჩეჩვით ალავად მითხრა მეთქი მეც იქა ანუ დაშვებაც კი იმის რომ აი როგორც ეხლა ბრალდება აფასებს რომ ეგ განხორციელებულიყო გონებაში არა ხარ ასწულელი ახლა იმ მიტინგზე ვიყავი და მეც ხო ვიცი ახლა რა მიტინგი იყო ვინ ვიყავით მიტინგზე გამოსული და პრეზიდენტის სასახლის ამღები კი არა სადმე მაშინ რაღაც იქ როგორც კი სპეცრაზმი გამოჩნდა ეგრევე ხალხის წინააღმდეგობა შეჩერდა ხო ანუ ის ჯაჯგურიც და ასე შემდეგ ეგ ყველა ძალიან კარგად გვესმოდა იცი რატო ხდება ეგ და აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება და ერთი ხან შესული მეზობელი მყავს არ მინდა მისი სახელი და გაარი თქვა მან მითხრა ის სპეცრაზმელებიც ჩვენი შვილებია და ჩვენი ისინია და რომ გამოჩნდებიან იძულებული ვარ თუ და აბსოლუტურად სწორი და უბრალოდ მე ჩემგანო გამოდიოდა ძალიან უხერხული და არასწორი ჩემი მოწოდების ჩემი სიტყვის მერე იქ განვითარებული მოვლენების ფონზე მე თვითონ ორბელიანის მოედანზე უშუალოდაც არ ჩავსულიყავი და იმ უკვე განანგრეულ ხობეზე არ გადამებიჯებინა და ეგ გამოვიდოდა სინამდვილეში რაღაც პასუხისმგებლობისგან დამალვა, ხალხისგან გვერდზე გადგომა და ამიტომ გადავედი ამ აი პატა ხო არ ჩავიდა პატა არ ჩავიდა მანჯგალაძე ბოდი პატა არ ჩავიდა იმიტომ რომ პატა თვლიდა რომ იმ პროცესში მე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბატონმა პატაბურჭულაძემაც ისაუბრა განსაკუთრებით მურთაზმა არაერთის მურთაზმა თქვა რომ ჩემი მოწოდება რაც გაჟღერდა არც ერთი ამ ხუთეულის წარმოება არც პატაბურჭულაძესთანაც კი შეთანხმებული არ ყოფილა არავისთან არ ყოფილაო და უფრო მნიშვნელოვანი ეს ტექსტი რომ თქვა იმისთან შეთანხმებული ყოფილიყო საქმე ხონდა არსებობდეს აკრეფილი რამე ფორმით არ არსებობს მურთაზე და იმაპარაკა არსებობს ჩანაწერი კი და დამთავრდა ხო და ეს არის ამ ხალხის სიმართლე ალალი სიმართლე და არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რაც ამ საქმის მიმდინარეობის დროს ჩანდა ეხლა სწორად გამიგეთ ეხლა მე არ მინდა რომ თან ის იმ ხელა მოვლენებია ალბათ ერთი გადაცემა კი არა ათეულობით ტომი დაჭირდება მომავალში მაგის კვლევას 90-იან წლებში რაც განვითარდა ხო მოვლენები ეხლა პატა ბურჭულაძისგან ვერ გამოიყვანს
თენგიზ კიტოვას ხელისუფლება რა და მურთაზ ოდელავასგან ვერ გამოიყვანს ჯაბაიუსენიას არ არსებობს ახლა ეს ხო აი აბსურდია რა ხო და არ ვიცი ახლა ხელისუფლების პოზიცია ამ წუთას არის ხედავთ ხო როგორც რომ აი მაქსიმალური სასჯელები და ასე შემდეგ ხო მე მგონი ეს უფრო სასამართლო ხელისუფლების საუბრობ და თქვენ ხო სასამართლო კი თორე თავრობა არ თავრობა როგორ შეიძლება მაგას ვერც დაუშვით ილია ჭავჭავაძეს აქვს ესეთი ძალიან კარგი ნათქვამი რომ წარსული მკვიდრი საქართველოა დღევანდელი აწყოსი როგორც დღევანდელი აწყო მომავლის აი ასეთ სიტუაციაში ქართველმა კაცმა აი ჩვენ ორი იურისტი ადვოკატი ვზივართ სხვადასხვა თაობის როგორ გონია სწორი იყო თუ არა აი მათი სამოქალაქო პოზიცია რომელიც დაიჭირა თუნდაც პატა ბურჭულაძემ მურთაზ ზოდელავამ ირაკლი ნადირაძემ პატა მაჯგალაძემ და ლაშა ბერიძემ მათ ხო წინასწარ განზრახული ძალმომრეობითი ქმედების მით უმეტეს ჩვენი ისტორიის გამოცდილებიდან რაც მე ახლა წავიკითხა და ჩვენ რაც ვიცით აი თუნდაც 90-იანი წლები რაც აქვს გადატანილი ხომ შეეძლოთ სულ სხვაგვარად წარემართათ თავიანთი სიტუაცია მე ამ ხალხისგან რაც ვიცი და ჩემ ცოდნას თავიდანვე რაც საქმეზე მასალებიც ვნახეთ არავით არის ძალადობრი ამ ხალხის განზრახვაში არ ყოფილა ალბათ და მართლა შვილებთან და შვილებთან ერთად იყო ეს ხალხი მისული მათ შორის არავით არის აი გათვლაც კი რომ ესე წარიმართებოდა მოვლენები არ ქონდათ და მურთაზმა ერთი თქვა რომ ჩემთან საუბარშიც და სასამართლო პროცესეც რომ ერთიო კი ვიფიქრეო რომ ესეთი მუხტი რაღაც ისეთი ისეთი დრამატულზე არა საუბარი ახლა რაც ვიხილეთ და ახლობით ეგეთ და არა ისეთი დრამატული როგორც თქვა ძალადობრივ ორგანიზებაში და უბედურებაში რო გადასაწყვეტილი იყო ეგეთი არა მაგრამ აი რაღაც ექსცესებს არ კონდეს ადგილი და ამიტომაც იყო მე მაქსიმალურად იქ ჩასულზე ხალხს უკან მოუხმობდიო რომ აი ესკალაციის დონე რო არ ყოფილიყო მაგალითად არავით არის განზრახვა ამ ადამიანებს რომ რაღაც მოვლენები წარმართულიყო ქუჩაში ზღვარგადასულ რაღაც არა მხოლოდ ძალადობად რაღაც უწესრიგობად ქაოსად ესეთი რამე ამათ არ ქონია ანუ ჩვენი საუბრით მივდივართ იქამდე ბექარო არავით არის რევოლუცია არ გეგმებოდა არავით არის კომიტეტი არ იყო შექმნილი არავით არის ორგანიზაცია არ იყო შექმნილი და ამდენი ბოდიში და ჩემი ჩათვლით მეც გავიარე მეც ვიყავი რამ შეგვაცდინა რამ მიხვა აი ახლა მან არის საინტერესო ამბავი ეს 4 ოქტომბერი და ესენიც რამ შეაცდინა აი გეტყვით ეს 4 ოქტომბერი ხო ჰაერიდან არ მოსულ ამას უძღვის წინა ბევრი წელი განსაკუთრებით ბოლო წელიწად ნახევარი როდესაც ადამიანებს ცემენ ეს რაღაც წამების მანქანებში ყრიან ემუქრებიან ამცირებენ ყველა აქცია და უაღრესად მშვიდობიანი აქციები სადაც მსგავსი შედარებები არ ქონია ხო სახელმწიფოს ბოლოს თავდება რომ სპეცრაზი მოდის გაზ გვიშენს წყალს გვიშენს ვისაც დააკავებს სასტიკაცებს და ასე შემდეგ შესაბამისად ხალხში პროტესტის მუხტი მაღალია და როდესაც ითქვა რომ 4 ოქტომბერს იმდენი უნდა შევიკრიბოთ რომ ხელისუფლება იგივე მთელი 4 ოქტომბრის არსი რა იყო რომ იმდენი უნდა ვიყოთ რომ ხელისუფლება დაფიქრდეს და ან აბსოლუტურად თქვას რომ ამ ხალხთან უკვე მე ვერაფერს ვერ გავაწყობ ხელები ამიწევია ადამიანს არჩევნებს ნიშნავ ანუ ხელისუფლებიდან მიდის და ეს არის ხომ მშვიდობიანი რევოლუცია და ვისი არის ან მინიმუმ ამ ხალხის ხმა შეისმინოს და რაღაცები შეიცვალოს ამან რევოლუცია ამოვიღოთ საერთოდ მშვიდობიანი მოწოდება კი ბატონო რევოლუცია მაინც რევოლუცია კი თუმცა ხო არსებობს პოზიტიური რევოლუციები მაგალითად
GDR-ში 90-იან წლებში. მოდი, ნუ შევადარებთ რევოლუცია მაინც. რევოლუცია არ გჭირდება. რაც ჩვენ რევოლუციები გავიჭარეთ, გვეყოფა. ხო, ნახეთ უბრალოდ რისი თქმა მინდა. რევოლუციის არაძალადობრივ შინაარსზე ვამბობ ამ შემთხვევაში, ანუ ეგეთ ისტორიის მანძილზე შეიძინა უკვე ამ სიტყვა. და რისი თქმა მინდა, რომ მთელი აზრი ამ ხალხის ის კი არ იყო, რომ პატაბურჭულაძე ვიღაცას დაუკვეთავს, რომ სენაკიდან ჩამომიყვანეთ 500 კაცი სიტყვაზე. ეს ხალხი თვითდინებით მოვა და ხელისუფლება შეისმეს, იმიტომ რომ ჩვენ ხო გქონდა შემთხვევები, როდესაც მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებში დიდი აქციების შედეგად გარკვეული ძვრები მოხდა. მთელი აზრი ეს იყო ამ აქციის. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამით მოიწურა. გვექნება ალბათ შესაძლებლობები ვისაუბროთ მეორე ინსტანციის, მესამე ინსტანციის და რა თქმა უნდა, ევროპულ სასამართლოზე გქონდა თქვენ საუბარი, აი პოზიციების შემდგომ. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ პარასკევამდე. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ეთერი.